მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ჩვენ ვართ ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისში, კერძოდ ეკატერინენფელდში. ესე იგი, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია. იმენსა 200 წლის წინ აქ ჩამოსახლდნენ გერმანელი ადამიანები, რომლებმაც ააშენეს ეს ყველაფერი, ეხლა რაც არის შემორჩენილი და აი ესე გვაქვს ლამაზი და განსხვავებული არქიტექტურა, ხო, გერმანული, ქართული სტილის შერწყმა, ესე ვთქვათ, და არის ძალიან გონივრული და ისეთი პრაქტიკული შენობები, ესე ვთქვათ, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ. ნამდვილად. თან კარგად შეურჩევიათ ეს ადგილი, ნაყოფიერი, კარგი მიწა. ხო, ზუსტად. და არის ესეთი მნიშვნელოვანი ადგილი აურჩევიათ გერმანელებს დასასახლებლად. ტყვიანი და პრაქტიკული მცოდნე ადამიანები იყვნენ და ძალიან მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა ჩემის აზრით. აქ არის ძალიან ბევრი, თითქმის მთელი ეს ქალაქი არის მათი აშენებული სახლებისგან შედგება, ესე ვთქვათ, და ეხლა მე მინდა ერთ ძველ სახლში შევიდეთ, დავათვალიეროთ თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი აქ, რას აკეთებდნენ და როგორი იყო მათი ცხოვრების სტილი და მოდი ერთად ვნახოთ ეს ყველაფერი და აი გვაქვს საშუალება რომ აქ შევიდეთ, თუმცა ეხლა რამდენად შევაღწევთ აქ არ ვიცი, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ეხა ეს ვიღაც ადამიანის კერძო საკუთრებაშია და მარანს იყენებს და მარანია ჩვეულებრივი, ხის ნახეთ როგორი კარები არის, საინტერესო კარებია. ხო და მათ ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მათ ქართველებისგან ისწავლეს ვაზის მოვლა, ყურძნის მოვლა და თუმცა უარი თქვეს ქვევრის ტრადიციაზე და თავიანთი ტექნოლოგიით აწარმოებდნენ ღვინოს, ქართულ გერმანულ ღვინოს. ხო და ეს წარმოება ხდებოდა ძალიან საინტერესოა ჩემთვის პირადად კასრებში. და საინტერესო იმითაც არის, რომ ამ კასრებით ისინი იმდენად გაწაფულები და ოსტატები იყვნენ თავის საქმეში, რომ მთელი რიგი ბიზნესის ხაზი ჰქონდათ, ესე ვთქვათ, კასრების და არ ვიცი ხა ეს მანანი რო ღია ყოფილიყო, ალბათ კასრები ვიცი, რომ სადღაც არის შემორჩენილი ის ძველი რითიც ისინი აწარმოებდნენ ღვინოს. გეტილია ხა ეს და ის ჩამოვარდნეთ არა. ანუ მთელი ის რა არის, იყო ხის კიბეთი, შენდებოდა. აქ ეხა ძალიან საშიშია და ცოტა ხილად იარე. იმიტომ რომ აი ფაქტიურად არაფერი არ არის ქვემოთ და რო ჩატყდეს სიძველისგან აი რაღაცა ამიმეებს დაადგი. მოკეთ ეხა შევიდეთ შიგნით. ძალიან რაღაცნაირია ამ 200 წლის წინ აქ ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებიც არ იყვნენ ქართველები. მინდა გითხრათ, რომ კედლები საკმაოდ სქელია, ეს გერმანული სტილს ასახავს, ესე ვთქვათ. ხის იატაკები, რა თქმა უნდა, ჭერიც ხის იყო. ესეთი ფანჯრები ალბათ იქ არ იყო სახლი, არ ვიცი. და აი ნახეთ როგორი თაროები აქვს. ეხლა სამწუხაროდ აქ მე ვერ შევამჩნიე
ფეჩი, რითიც ისინი თბებოდნენ და ძირითადად ყველა სახლში ზოგადად იყო ხოლმე ფეჩი, რომლის მილი ადიოდა სხვენში ხოლმე, როგორც ვიცი და იმდენად გონიერი და ისეთი ხალხი იყო, რომ ამ ბოლსაც არ კარგავდნენ, ესე ვთქვათ და რაც გადიოდა სხვენში, იქ უკვე ისინი ბოლავდნენ ხორცს და ამით არ კარგავდნენ, ესე ვთქვათ, ამ ბოლსას და ძალიან პრაქტიკული და ისეთი ხალხი იყო ეს ჩვენი გერმანელები, გაქართველებული გერმანელები. არ ვიცი, მე ვეცდები, რომ კიდევ ვნახო სხვა სახლები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ის ფეჩი, რითიც ისინი თბებოდნენ, კარადები, როგორი პრაქტიკული იყო ყველაფერი მათი მოწყობა. ეხლა ეს ფაქტიურად არის დაცარიელებული. აი სხვენი არის აქ, მაგრამ ძირითადად სტანდარტულად ამათ სახლებში იყო ხოლმე სხვენი, სადაც გადიოდა აი ის ღუმელის ისინი. მოკლედ წავიდეთ ეხლა სხვაგანაც ვნახოთ და დავათვალიეროთ მოკლედ ერთად არა, ანუ ერთი ვერსია არის შვაბები, ხო, სამხრეთ გერმანიიდან ჩამოასახლესო და ხო. ხო და ამ ჩამოსახლების დროს იყო ეს ეკატერინე მეორეს მანიფესტი. რაც საშუალებას იძლეოდა, რომ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაესახლებინათ ევროპელი ადამიანებიო. ანუ ეს ერთი ვერსიაა და გერმანელი იყო პრინციპში და. ხო, და მეორე ვერსია ის არის, რომ ლუთერანული ეკლესიის განდეგილები იყვნენო და აი ეს სექტანტები იყვნენო რა. და მეორედ მოსვლის ჯეროდა თუ ის ეკლესია ხო იყო? ხო, ლუთერანული ხარ სპორტსტრა. მეგობრებო, როგორ ჩეკპიდით, ეხლა მოვხვდით ძალიან კარგი ადამიანების დახმარებით, აი ამ უძველეს სახლში 200 წელს რო ითვლის, ზუსტად აი ეს არის ეს ამბავი და ხო. აი ამაზე მაქვს საუბარი, რა მაგარია. და თუჯის არის ეს, სავარაუდოდ. ჟესტია და აგურიტაა. ჟესტი? გარდა ჟესტია. და რა არის კიდე? აგურიტაა მოშენებული ცენტრალურ ესეც გერმანულია, აი ეს. ესეც ხო ძველი. აი როგორი ავეჯი ქონდათ, წარმოიდგინე, მაგ დროს და აი ესეთი რაღაც პრაქტიკული ყველაფერი და კედლების სისქე მინდა რომ აღვნიშნოთ რა. რამდენიანია? 60-იანია. 60-იანია? შეხედეთ უბრალოდ რამხელა. აი ესეც ხო, ამასაც ხო ჭყუა და ცოდნა ჭირდება, რომ აი ესეთი დეტალები მნიშვნელოვანი გაითვალისწინო, დარაბები, რა თქმა უნდა. ესე ძველი ისაა რა, ძველებული. ხო. აი ეს ნახე როგორია. ხო, ყველაფერი. ო, მორბიდი. აი ბზარი აქვს უკვე გაჩენილი. დიდი. აი საკიდებით ხე ეს ალბათ გვეცნობა ეს საკიდები ჩვენი ხნის ადამიანებს. მილენიანი. და ეს რაფებიც როგორი ისეთი ხო, ხის იატაკი, ჭერის რა, ისეთი ყურადღება გასამახვილ, ანუ რაღაც ქაღალდია ორნამენტებით, ანუ გაფორმებული, ესე ვთქვათ, არ იყო უბრალოდ რაღაცა გარემონტებული, ფიქრობდნენ დიზაინზეც რა. და ჯანსაღი ხის იმითი, კარებებით, იატაკით და
ისე წარებებია. ეს ძველი კარებია? ძველია კარები. აი კიდე არის ანუ ესე იგი ორი ოთახი არის, ეს ალბათ სამზარეულო იყო. აქეთ უკვე საძინებლები. იქიდან აქაც ორმაგი გათვლა. ორმაგი გათვლა, რომ სახში განაწილებული იყოს სითბო. Ძალიან სახში კაცო ეს. ეს ძალიან სახსაც. წლების მიხედვით არის. ეს რა არის? ან ცხოველები? ეს შეიძლება მე დაკრული არა. მე რა მაინტერესებს იცით? კარადა მაინტერესებს ძალიან. ეხლა გეტყვით რატომ. თუ ეს ის კარადა ძალიან გაგვიმართლებს, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი და ნანახი მაქვს, იმედი არამე არ გამოვარდება ეხლა. უნდა დაკეტილია თუ არა? ღია. კონტა არ არის ეს სამწუხაროდ ის კარადა, მაგრამ ანუ ეხლა ძალიან აქ იყო ისეთი გაათვლილი ისინი, რა ქვია, საკიდები, რომელიც იკეცებოდა, რომ ბევრი ტანსაცმელი მოთავსებული იყო. წარმოგიდგენთ, რეებზე ფიქრობდნენ და რა ქონდათ გათვალისწინებული. ნუ სამწუხაროდ ეს ის კარადა არა, თუმცა ძველია ესეც. ეს სახლია. ხო? რის ქუჩაზე? ჭავჭავაძეს. ხო. პირველი ქუჩა რუსთაველის ქუჩა იყო, ხო, რომელიც აშენდა. რა გადის აქაც? აქაც ისა, მაგრამ არა. ვაგ რაღაცა მიშენება აქ. აი სრუას ვაფშე ასეთ უნდა ყოფილიყო. ახლა ეს მე გაარემონტეს ვინ ცხოვრობდა რა თქმა უნდა. ხო, რაღაცა მოკიდეს ხელი ეტყვა. ხო, ნუ ესეც რაღაცა ის ექნებოდა და უბრალოდ ეს უფრო შელახულია რა. აი ამას ისინი ვერავერ გააკეთებდნენ შანსი არა. სხვანაირად იყო აქ ჩერი. ხო, აუცილებლად. ქართველი ვინ ცხოვრობდა იმის გაკეთებული. ეტყობა, ხო. ქართველები ესე რამდენი წელია ანუ რაც ცხოვრობენ? 51 წელი ომი რო დაიწყო გაყარა ეგრევე სტალინმა 24 საათში გაასახლა. ესეთი მაინდა მაინდა. 1000-ობით ადამიანი დაუხრიდავთ მერე და აქ ელიზაბეთ ჰოლში არის მათი. ყაზახეთში, ხო, შუა აზიაში. ძალიან მიზიდა იმ ფაქტმა, რომ ისინი იყვნენ ძალიან ცოდნე და ჭკვიანი ადამიანები. მათ აქ ჩამოიტანეს ცოდნა. მათ ჩამოიტანეს ცოდნა თუ როგორი უნდა იყოს სოფელი, მეურნეობა და ზოგადად სოფლის კულტურა, ესე ვთქვათ. ისინი არამხოლოდ ვთქვათ მეურნეობით იყვნენ დაკავებულნი, წარმოებით, მათ ასევე აქ ჰქონდათ მოწყობილი ბიბლიოთეკები, ჰქონდათ სკოლები, ყავდათ თავიანთი ჯაზ ბენდები, იცოდნენ კარგი გართობაც, ასევე ჰქონდათ სასეირნო და დასასვენებელი ადგილები. და მოკლედ რომ ვთქვათ, მის სტილიც კი რაღაცნაირი მოწესრიგებული და თავისებური ჰქონდათ, რომელიც ძალიან, ესე იგი რომ შეხედავდი, ძალიან თვალსაჩინო იყო და მიმზიდველი იყო, რაც ამ ყველაფრიდან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და რაც აქ დავინახე არის ის რომ ის ადამიანები იყვნენ ცოდნეები, განათლებულები და თავიანთი საქმის სპეციალისტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მიმაჩნია რომ საქართველოში რამე უმნიშვნელოვანესი პრობლემაა სწორედ ეს ცოდნა არის. ერთ დროს ილია ჭავჭავაძემ თქვა ესეთი რაღაცა არბება რომ მინდა ჩემი საქართველო იყოს განვითარებული ქვეყანაა. ხო და გერმანელები მოყავდა სწორედ მაგალითად. ცოდნა არის სწორედ ის, რაც ჩვენს ქვეყანას დღესაც ძალიან უჭირს. ისმის კითხვა, თუ საწავიდა ეს ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ მათი ისტორია ძალიან ტრაგიკული აღმოჩნდა. და როდესაც საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის დაიწყო 1941 წელს ომი,
მაგ პერიოდში ივნისში დაიწყო ესე ვთქვათ ომი და ძალიან მალევე შემოდგომას ეს ადამიანები გადაასახლეს შუა აზიაში ყაზახეთისკენ ხო და ნაწილი კი 20,000-მდე ადამიანი გადასახლებაში მოყვა, ხოლო ნაწილი კი ათასობით ადამიანი სამწუხაროდ დახვრიტეს და სიკვდილით დასაჯეს ესე ვთქვათ და მათი აქ ცხოვრება ესე ტრაგიკულად მთავრდება სამწუხაროდ. მაგრამ ეს არის ისტორია, ეს არის ის, რაც სამწუხაროდ ხდება ჩვენს მსოფლიოში. ამ ნოტით და ამ იმითი ეხლა ჩვენ გადავინაცვლოთ მეორე ლოკაციაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილი ჩვენი ქვეყნისა, თუმცა ამაზე უფრო ბევრად მნიშვნელოვანი და ძველი ისტორიაში ვიმოგზაურებთ ეხლა და მინდა რომ წაგიყვანოთ იქ ჩემთან ერთად. წავედით მოკეთ, თქვენ მანამდე დაასაბსკრაიბეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ულამაზესი და უძველესი ბოლნისის სიონი. ეს გახლავთ ორთოდოქსული ქრისტიანული ბაზილიკა. მდებარეობს ქვემო ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის რეგიონში. აიტრედები. მეგობრებო, ეხლა მე მოვედი ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილას და ესე ვთქვათ მეოთხე საუკუნის ბოლოსა და მეხუთე საუკუნის დასაწყისში გადმოვედი, აი ესეთი შეგრძნება მაქვს. სიონის ტაძარი აშენდა 478-493 წლებში. მეოთხე საუკუნის მიწურულსა და მეხუთე საუკუნის დასაწყისში. ამბობენ, რომ ტაძრის მშენებლობა გრძელდებოდა 15 წელიწადს. აშენების თარიღი და პერიოდის დადგენა განხორციელდა უძველესი წარწერის საფუძველზე, რომელიც განთავსებულია სიონის ჩრდილოეთ შესასვლელზე. წარწერა ამბობს, რომ მშენებლობა დაიწყო პეროზის მეფობის დროს და გაგრძელდა 15 წლის განმავლობაში. ამ წარწერის ორიგინალი ახლა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია, თუმცა ტაძარზე კი მისი ასლია განთავსებული. სიონის ტაძარი არის სამნავიანი ბაზილიკური ეკლესია. ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე არის წარწერა და ასევე ბოლნისის ჯვარი, რაც შემდგომში მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი სიმბოლო ქართულ დროშაზე. ბოლნისის სიონის წარწერა მიიჩნევა ერთ-ერთ უძველეს ქართული დამწერლობის მაგალითად, რომელიც ასომთავრული სტილით შესრულებულ სიტყვებს შეიცავდა. სიონის ტაძარი იყო არა მარტო საკულტო სასულიერო ადგილი, ესე ვთქვათ, არამედ კულტურული ცენტრიც. ადგილზე ხდებოდა წიგნების დაწერა და სხვა სამონასტრო საქმიანობებიც. ბოლნისის სიონის ტაძრის მონახულების შემდეგ
გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა ელიას მთაზე არსებული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გაახლავს წმინდა პეტრე და პავლეს სახელობის მამათა მონასტერი. ხო და ულამაზეს ადგილას მდებარეობს და ნახეთ და დატკბით ხედებით. უმნიშვნელოვანეს ნაწილია მეღვინეობა. და ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მეღვინეობა ბოლნისის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია ასევე. და ამის გარეშე ჩვენ აქედან ვერ წავიდოდით. ეს უნდა გავარკვიოთ, გავიგოთ. რა ხდება და როგორ. ხო, ზოგადად ბოლნისი ისეთი მნიშვნელოვანი ადგილია, როგორც შენ აღნიშნე და ზოგადად საქართველოს ღვინის გარეშე საქართველოს არ არის. ხო, და როგორც გავიგეთ, აქ არის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასე ვთქვათ, 28 მცირე მეწარმე მეღვინე არის და ერთ-ერთი მეღვინესთან მოვოდით ახლა სტუმრად, მეღვინეობა ქობულაძის მარანი. როგორც ვესაუბრეთ ამ ადამიანს, ძალიან საინტერესო ისა აქვს პროცესი, ძალიან კარგ ღვინოებს აწარმოებენ და თავაზობენ მომხმარებას. და აღსანიშნავია ნინოცა ის ფაქტიც, რომ ამათი ერთ-ერთი ვენახი მდებარეობს ღვინის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილას, სადაც იქნა აღმოჩენილი 8000 წლის ქვევრი. წარმოგიდგენიათ, რაზე გვაქვს საუბარი? ზოგადად მე მგონია, რომ 8000 წელზე დიდი ხანია ჩვენ მეღვინეობა გვაქვს და საქართველოში. ხო და ეხლა გავესაუბროთ ამ ახალგაზრდა მეღვინეს, რომელიც თავისი წინაპრების საქმიანობას აგრძელებს. და რა საინტერესოა. როგორ მიდის მისი საქმე? გამარჯობა. გავერკვევით. ხო და წამოყვებით, თქვენ უყურეთ. აუცილებლად უყურეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ამბებია და გამოიწერეთ არხი. ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. აი ქობულაძის მარანი აქ არის ესე, როდესაც შეგიძლიათ თქვენც ესტუმროთ, მოხვიდეთ, მოინახულოთ. აქ ამ ყველაფრის ნახვა მეტად უფრო ისეთია რა. ეხები ამ ისტორიას, ამ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის ნაწილია. აი, აქაც აქვს აბრევიატურა, ესე ვთქვათ, აქ კიდე ასეთი ვაზის ის არის, ხო, ორნამენტები. გიორგი ბრწყინვალის ქუჩა არის 17 ნომერი. იოსებ ქობულაძე. იოსებ ქობულაძე, როგორც ვიცი, არის მამა და ვკითხოთ. არის, ხო. და მაგასაც მოგვიყვება ალბათ. გველოდება ახლა როგორც ვიცი. გამარჯობა ლევან. გამარჯობა. მოგესალმები. კარგად, ხო როგორ ხართ? ხო, კარგ დროს მოვედით. პირდაპირ. ძალიან კარგი მშვენიერი ამინდი არის და ხო, ამინდმა სასწაულად შეგვიწყო ხელი და რა სილამაზეა, რა ლამაზია. შემოდიხარ თუ არა ეგრევე ეთყობა, რომ შემოდიხარ ღვინის სამყაროში. კი, არა, ჩვენს ოჯახში ღვინოს ვასაც განსაკუთრებული ადგილი უკავია და ვეცდები ამაზე გიამბობთ, მაქსიმალურად ამომწურავად ცოტა შევეცდები. კი, ძალიან გვინდა და ალბათ ხალხსაც ძალიან აინტერესებს ეს ყველაფერი და გაგიზიარებთ ყველაფერს ახლა ჩვენ.
მოდი ჩვენ გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე, რისთვისაც მოვედით და მოგვიყევით თქვენ შესახებ გავიზიარეთ. პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ეხლა ვიმყოფებით ქვემო ქართლში, მულნისის მუნიციპალიტეტში. ადგილი, სადაც აღმოჩენილი არის 8000 წლოვანი ქვევრი და ასევე ღვინის კრისტალებიც და წიბძაც. ეს არის პირველ რიგში აღსანიშნავი, რადგან ეს არის ზუსტად ის ფაქტი, რის გამოც ჩვენი ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოს რიანტო განსაკუთრებით ბოლნისი იწოდება ღვინის სამშობლოდ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ეს. ასევე კონკურენციას. კი ბატონო, ეს ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს. პირველში გვაჯანსაღებს ესეთ კონკურენცია. საიდან დაიწყეთ ესე ვთქვათ რა? მე როგორც ვიცი იოსებ ქობულაძე აწერია. მამაჩემის წვლილი ძალიან დიდი არის და ასევე თავის მხრივ ბაბუაჩემისიც კი, რომელმაც ღვინის სიყვარული ჩაუნერგა მამაჩემს და მისი დამოკიდებულება მოდის, მოკლედ რო ვთქვათ. საინტერესო. დაახლოებით როგორ გითხრათ, ქობულაძის მარანი რეალურად არსებობს 3 ათეულ წელზე მეტი ხანია. ოღონდ ჩვენი ღვინო იყო პირადი მოხმარების, უფრო ფართო მასებისთვის იყო ცნობილი ბოლნისის მასშტაბით, რომლებიც ამ ღვინოს მოიხმარდნენ, ძალიან გვიყვარს ჩვენ ზოგადად გაზიარება ამ ღვინოსის და მოკლედ ამ სიყვარულმა და ხებამ და მოკლედ მოხსა იმის სტიმული, რომ უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაგვეხადა ცნობილი ჩვენი ბრენდი და ანუ გადაწყვიტეთ რომ ეს გახდა წინაპირობა, რის გამოც გამოჩდით რა, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი რომ გამოჩდით. ქობულაძის მარანი. ეხლა წარმატებებსაც მოგვიყავი. მარანში ხوار გადავინახოთ საერთოდ. კი, სიამოვნებით საქართველოს უკვე რომელიც აქტიურად იღებთ მონაწილეობას. კი ბატონო, ეს ამ თემაზე საოცრად გადავალ. პირველ რიგში აღვნიშნე, რომ ეს ჩემი დახატული არის და ძალიან ისეთი ძალიან კარგად ეს თქვენ დახატე? დიახ, საკმაოდ 6 საათი ვხატავდი ამას და ოჩახ თქვენ. ანუ მრავალი მხრივ ნიჭით გამოირჩევით. მონაკვეთი არის, რაც აფორმებს რა ეს. კი, ფოდაშორის ანუ ეხა ხო. კი ბატონო, ძალიან ლამაზებს ამ. აქ ხედავ ძალიან ბევრ წარმატებას და დიპლომებს, იგელებს, ესე ვთქვათ. აი პირველ რიგში მინდა აღვნიშნო 2018 წლის მოსავლის ჩვენი კაცითელი, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა ექსპო ჯორჯიას ეგიდით ჩატარებულ 2019 წლის გამოფენაზე. ასევე 21 წლის მოსავალი არის საინტერესო, რომელმაც გრანდოქრო მიიღო, ანუ ყველაზე დიდი მიიღო 100 მეტ კონკურსანტ შორის 2025 წელს ეხლა. და სხვადასხვა ეს ის ღვინოა, რომლის ექსპორტზე გატანასაც ვახდენთ. თუ ვინმე გერმანიაში მოხდება და გეორგი ვაინჰაუს დასერჩავს, ასე ვთქვათ, მათ აქვთ ჩამონათვალში ჩვენი 21 წლის საფერავი. ვიზუალურადაც უცებ გაჩვენეთ, აი რამოდენიმე დარჩენილი არის და ესე გამოიყურება საკმაოდ ისეთი არის. აქ არის ტიპიური ეს ელიასთა პეტრე-პავლეს მონასტერი, რაც პირადად ჩემთვის ძალიან კარგი ინსპირაცია, ხო? და აქედან მოდის ინსპირაცია ეს. საკმაოდ კარგი ეტიკეტი გაქვს. ეს შვაბიშ გეორგიშე ვაინსაით რო აწერია, ესაც დაკავშირებულია იმ მემკვიდრეობასთან, რაც გერმანელები შევარენ მონაკვეთი, რაც დავაგემოვნოთ ჩვენ ერქაწითელი და საფერავი 21 წლის მოსავალი. რეზერვუარიდან და შევავსო. კი ბატონო, ცოტა დეკანტაციასაც მოვახდენ წითელი ღვინის. ნიმ გამოყევით თუ შეიძლება. მოდივარ დიდი სიამოვნებით. დადგა ის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც დავაგემოვნოთ. აი, ჯერ ჩამოვასწრა. ნუ ხო. თეორიული შეფასებები მოვჭით გადაგება. ეხლა 21 წლის საფერავია რა. როგორც სრული სხეული აქვს ღვინოს პირველ რიგში. უფრო სავსეა, უფრო ნაკლებად სხივგამტარი, ორ საფერავისთვისაც დამახასიათებელი. დანარჩენ სენსორულ მახასიათებლებზე ცოტა. ახლა უკვე დრო არის რომ დავაგემოვნოთ ჩვენი ერქაწითელი. ეს არის 2018 წლის მოსავლიდან. მამხუთის ტერუარზე გვაქვს ეს ვენახი. საკმაოდ ძველი ვენახი არის, რაღაც
40-50 წლის იქნება და ამის გამო არის რომ მინერალებით გამდიდრებული იქნება უფრო და ფესვებთა სისტემაც უფრო მიწაში იქნება. აი ეგ ძალიან ალბათ ესეც ერთ-ერთი წინაპირობა გახდა რის გამოც უფრო მოიგო ამან ექსპო ჯორჯიასა და არა მარტო ექსპოს გისეთ მოდიდა ძალიან მაინტერესებს იმ შესთავის მერე ეხლა ეს გემები მე ვიგრძნო და ვიჭირო და ბატონო მომავალში იმედია სომელიეთაც გამოვდგენი. ნუ როგორც ხედავ როგორი რეცეპტი საკმაოდ ისეთი საშუალო სხეულია სხივგამკრარია რაც თავარი არის და ფერიც ის წითელი აგურისკენ რო წავიდა ეს იმის ბრალია რომ ასაკი უკვე ამას მოვიხსენებოთ 18 წლის მოსავალია უკვე 7 წლისა და ბატონო მადლობა მაგის გამო არის რომ ესეთი შეგურისკენ ის ფიჭისო ბატონო ძალიან ისეთი არის შენ უფრო გამო ხო ეს გადაღების პროცესშიც რაც რომ ჩამიხედია რეზერვუარში ისეთი ძლიერი სუნი მოდის ხილის რო აი ცალკე მაგარი გამოცდილება ხო დავიჭირა ის ვაშლის ცხლის და კი არა ცოტა ლაიმიც უფრო მე პირველ რიგში მაგათ ვამჩნევს აი ხო ლაიმის ხო ლიმონით ვაშლი რომელი ჯიშია რომ ზოგადად ეს არომატები ცხოვრებდიანის ვენახის ზოგადად კი ბატონო არსებობს ტერუარები სადაც სასურველია რომ საერთოდ ვენახი არ დარგო სიტყვაზე და შეიძლება მსხალი დარგო იმისთვის უფრო გაიგოს ასევე ამას ბიოქიმიურ დონეზეც დაცხსნიან იქ რადიკალები ისინი და ეს შემთხვევით არ არის რომ ასოციაციას იწვევს ეს ხილებთან და რაღაც მართლა არის უცნაური სცენარია ძალიან ეს ვენახი და ის ვაზი რა მისი ფესვთა სისტემა 6-8 მეტრაზე ჩადის და იჭერს ისეთ რაღაც მინერალებს რაც მისთვის არის კარგი და რაც ჭირდება ხო ფესვი ჩასული მით უფრო მეტი მინერალს აითვისებს მიწისგან და ეს ამჩვანია კი ერთ-ერთი მაგი გახდა განმაპირობებელი და არა მარტო ჩვენიც ვინც გამახსენდა ეხლა ადგილობრივი მაგარი მეღვინეები და მაგარი მოსავლები და ერთ-ერთი შავკაპიტო არის სიძველის დამსახურება ზუსტადაც და ზოგადად ჩემთვის როგორც ცნობილია 15 წელს როდესაც აღემატება ვენახი ის უკვე დაძველების პოტენციალითაც უფრო სხვანაირად გამოირჩევა და მთელი რიგი თემა არის მოკლედ მე ვენახეობა ცალკე რთული მიმართულება რო აღნიშნოთ ეს არა ვერ იტყვის რომ არ ეცი რა რელევანტი მართლა ხარ გემოვები რა ძალიან ჩაშლილია მწდები კი ბატონო ხო არ შეიძლება რა მე იმიტომ რომ აი რო გავს დავაგემოვნე აი რაღაცნაირად ძალიან ჩადიხარ გემოში ხო ანუ ეს ძირითადი აი ეს დაჭაშნიკებასაც თავისი სამსაფეხურიანი ის აქვს რაღაც ეხა თეთრი ფონი რო გქონდეს და დავხედოთ ფერს ეგ არის აუცილებელი მეორეს მხრივ დავსუნოთ ხარბად რო ჩავისუნთქოთ მამით აი კიდე ეს ბევრი დეტალებია რაშიც არ მინდა რომ წავყვი მაგრამ იქიდან ვიგებთ ალკოჰოლის დადგენაც შეგვიძლია გოგირდის დოზის დადგენაც შეგვიძლია და ესეთი ცირე ეშმაკობებიც არსებობს რაღაც და ტექნიკები, რითაც ვარკვეთ და ეს ის პროცესია ხალხო რომ იცოდეთ რას დაგემოვნოთ ახლა ჩვენ ჩემი ვენახი საკმაოდ ახალი ვენახი არის თუმცა მიუხედავად ამისა მაინც დიდი ჯილდოების მოპოვება შეძლო და ხილის ბუკეტს რაც შეეხება თავარია და არომატს ცოტა ისეთი შავი ქლიავი პირველ რიგში ისეთი მასში ჭარბობს უფრო მოცხარი არის უფრო წითელი მუქი მოცხარი რაღაც შავი მოცხარი და მიმყოლი გემოც გვაქვს დაბალანსებულიც არის რაც თავარი არის რომ რაღაცა მკვეთრი ალკოჰოლის გავლენა რაღაც დოზისა არ ხდება არც ტანინები არ ჭარბობს ძალიან ყვახი ტანინებიც არ არის რაც თავარი არის და აი ის ფაქტი რომ ცოტა მიმყოლ გემოს ტოვებს და დიდი ხნის განმავლობაში ეს საინტერესო მონაკვეთია ძალიან აუცილებელია რომ იგრძნობა კაფეო ბატონო აუცილებელია რომ რაღაც კარგ მახვინო როდესაც დავაგემოვნებთ
პირში ისეთი ხილის არომატი დაგვიტოვოს და ეს გაგრძელდეს რაღაც 10-ს და 20 წამის და არტიზანული რატო ქვია? თავისებური ახსნა აქვს მაგას ტიპიური ქვაპურებით რაცაა ჩვენთან ინდუსტრიული რაც იცხობა მისგან განსხვავებული მიმართულებაა და აი როგორც ვიცი რუსუდანაც თან გასაუბრებელიც ხართ. ინტერესებული და მას მივანდობ. კი ბატონო ძალიან ამომწურავად აგიხსნით. ძალიან საინტერესო მიმართულება სხვათა შორის როგორც გავიგე საქართველოში 5 თუ 7 სახეობის პური გქონია და მაგხრივაც კარგია რომ აქტიურობენ. საკმაოდ გემრიელი არის. ანუ ბატონო და რაც თავი არის ერთი ვიცი და არტიზანულს რუსუდანს ნატურალური არის მაქსიმალურად და ზედმეტი დანამატების გარშე არის. თუ რატომ ქვია არტიზანული გავიგებთ შემდეგს რომელიღაცა ჩვენი კაციაზე. ვიჯავრით თან უყურებთ. გაგვიმარჯოს მოკლედ ბარაჯი. გაგვიმარჯოს. კები გვიჭირავს უკვე. თქვენს მარანს თქვენს მეღვინეობას გამომარჯოს. ასევე თქვენს ატყუებულ მოდი თქვენს იუთუბერობასაც და თქვენს წამოწყებულ პროექტსაც გავუმარჯოს, რომ ასე ფართო საზოგადოებას აცნობთ ჩვენს თავს და არა მარტო ჩვენ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი საინტერესო რუბრიკა გაქვთ და კარგია რომ ესეთ საინტერესო მიმართულებაა საკუთარ მეღვინეობას. ნუ მეღვინეობა კიდე ცალკე ისტორია ადამიანებო. Cheers. გაგიმარჯოს ჩვენ YouTube-ს. გაიხარეთ. კარგად ვიყოთ დიდხანს. მართლა ძალიან მისგრძელდება ეს გემო რა. ეგ არის ერთ-ერთი მთავარი და ძლიერი ხილის ბუკეტი რას გვაქვს, ეგ არის საფერავისთვის დამახასიათებელი. იმიტომ იწოდება საფერავი ქართული წითელი ღვინოების მეფეც ზოგადად. ჩვენ გადავინასოთ ახლა ვენახებში. შემოგთავაზებთ ლამაზ კადრს ვენახების და დატკბით ამ კადრებით. მადლობა რომ უყურებთ და უყურეთ ბოლომდე და subscribe-ეთ რომ უფრო მეტი და მეტი განახოთ აი ესეთი მაგარი კონტენტი როგორც ადგილობრივ მეღვინეებს როგორც ვიცი თქვენს გეგმებში ჩვენი მემკვიდრეობის თვალსაზრისით ბევრი არის კიდე მოსათხრობი და იმედი მაქვს ძალიან ბევრი subscribe-ერებიც არ უნდა subscribe-ერები ბევრი გვინდა